Rodeli performansi შესახებ. ეს ბორში არის 80% უხორცო ბორს ჭამს. და მე მითხარ სახში მივთვიო, ჩვენ სახში მივთვიო, შეიძლება უხორცო ბორს. და თვითონ წვადებს ჭამდეს სუფრაზე აქედან მიდიოდეს, მაგრამ აუცილებლად ის ვინც არის უსამართლო, ის შეჭამს ციხეში ხორციან ბორს მეწვნეთ და არ იქნება ბალანდა მეწვნეთ. სულ მალე. Რაც გამოხატავდით ამით, ანუ რა არის რა იყო? ეს იმის თქმა რომ საზოგადოება არის გაჭირვებაში. შეშინებული, გაჭირვებული და აუცილებლად ხალხი გამოვა და შეჭამს ხორციან ბორს. არა, ეს ბორში არის. ამოვარდე, 80% ან ბორს ჭამს. ამ ბორს 80% და აღარ იქნება. უხორცო. ბორში სახში მივიდა და არა აუცებ მომივიდა იდეაში და ცხელი ბორში მოვიტანეთ და 5000 ლარი დამაჯარიმა თან სასამართლოზე ზურგით ამომიცნო პოლიციელმა კურთხით მიცნობენ. ანუ ეს იყო იმის მინიშნება რომ მე ზურგითაც მიცნობენ და აბა ფრთხილად იყავიო და მე მაგ სპექტაკლებს ხო ვერ დამიდგამ. გვაშაყირებენ, ანუ გვაინტრიგებენ, გვაშინებენ, გვაფრთხილებენ. რის გამო გადავებოდნენ ახლა ზებრაზე მოძრაობის გამო რა როგორ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში და რის გამო დაგაჯარიმეს? ზებრაზე გადასვლამდე მოვიდა პოლიციის პროცესი, როცა ვიდეთ გზაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვითხრა რომ თქვენო ცოტა ხართო გადაიწიეთო. ამ დროს აპირებდნენ გამოწვევას ხალხის, რომ ყოფილიყო დაჭერები. მე ხალხს მოუწოდი და რამოდენიმე ჩვენ თანამებრძოლეებმა რომ გადავიწიეთ, დაინახენ რომ ხალხი როგორ უკვე ერთად ვერც სუნთქავდა, ვეუბნები, რომელიც სასამართლოზე აჩვენეთ, ვეუბნები რომ შემდეგ პოლიციას ხო ხედავთ, ეხლა რომ გადავიწიეთ, ვერც სუნთქავთ, ხალხი ვეღარ ვეტევით, ვერც ტროტუარზე და ვერც ნახევარ გზაზე. ამის შემდეგ ხალხმა გამოთქვა პროტესტი, როცა პოლიციამ ვერ გაიგო ეს და გადავიდნენ ზებრაზე დაიწყეს სიამოვნებით პროტესტის მიზნით. თუმცა სოფლიო კანონში ზებრაზე გადასვლის დროს არ არის კანონში რომ დააჯარიმონ ხალხი. ეს ხომაზე თქვენ ქონათ პერფორმანსი ასევე, ხო? იქ რა პერფორმანსი ქონათ რომ მოუყვეთ? მანამდე მივედი ახლა ზებრის ფორმით, ზებრის ფორმა ჩავიცი, სადაც გრიმი გავიკეთე. სასწაულია და გამიკვირდა რომ გრიმი ადგილზე როგორ გამაკეთებიდნენ, როგორ იყიდებს სასამართლოზე გრიმს. თქვენ მაინც აქციაზე ხართ, ხო? ერთხელ დაგეკავეს 1 იანვრის აქციაზე და შეგიფარეთ ადმინისტრაციული პარტნიორობაშიც იყავით. თქვენ თან ძალადობის სხორპლი აღმოჩნდით, ხო? როცა ერიკ გებუაძე მიძალადა თქვენს როგორც თქვენ ამბობთ, თუმცა ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ. ეხლა უკვე დაგაჯერიმეს 5000 ლარი, მაგრამ მაინც ყველანაც გამომიშვენ ოფიციალური მუშაობა. გამოგიშვეს ვერიდან. კონცერტებს ასაც ნახულობდნენ ერთ-ერთი ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანიც ვიყავი, დამდგმელიც ვიყავი და მუსიკის ავტორიც ვიყავი და ბევრი რაღაც ვიყავი, რომელიც წლების მანძილზე უყურებდნენ პირველ სახში კონცერტებს, თან მცირე ბიუჯეტით დაჭერის შემდეგ, 3 დღის შემდეგ გამომიცხადეს, რომ სერტიფიკატია საჭირო 20 წლის მერე გეუბნებიან სერტიფიკატია საჭირო. სიტყვიერად შემდეგ მიმართა ჩემმა ადვოკატმა ჩემს აიბს, რომელიც მუშაობს ყინულის სახლში და მომწერეს ესეთი რაღაც, რომ ახალი ყინულის სახლი აშენდა და ჩვენ შევამცირეთ კადრები და შემცირდა ინკლუზიური ბავშვების მოსვლა. ინკლუზიურებთან ვიყავი, მე გადავედი ინკლუზიურებთან. ანუ შენობა აშენდა, აბსურდული რაღაც არის. შენობა აშენდა, ბავშვები შემცირდა. ანუ თქვენ გდევნიან იმის გამო რომ თქვენ აქვს კრიტიკული პოზიცია ქართული ოცნების მიმართ. ამას ახლა ბავშვიც მიხვდება რა თქმა უნდა და თუ ვინმე ვერ ხვდება ეს რა თქმა უნდა იმ დიდი პროპაგანდის სხერპლია თუ ამას ჩემს ლაპარაკს ვერ ხვდება და სხვანაირად იმ პროპაგანდის სხერპლია მეწვდა და ზოგჯერ გადართეთ ის მოოქროვილი არხები როა ამ მოოქროვილი რაღაცეებით ვფიქრობთ რომ ბევრი ოქრო გექნება რა ახალგაზრდები გაზრდილები არიან მარველის გმირები არიან ანუ მარველის ფილმებია სპაიდერმენი ბეტმენი რკინის კაცი და ამათ აქვთ 5 სიცოცხლე თავის შეგნებაში ანუ ჩვენ ძველი თაობა თან იმათ მინდა აუხსნა რა კარგად მაგდანას ლურჯაზე გავიზოთ კომუნისტების დროს ისეთ ფილმები იხებოდა რომ გმირი უნდა დამარცხებულიყო ანუ ეხლა ამ ამერიკულ ფილმებზე ჰოლივუდზეა გასწრო გმირი აქვთ 5 სიცოცხლე ამ ახალგაზრდებს აქვთ 5 სიცოცხლე ამიტომ დაფიქრდით რომ იჭერთ ასამართლებთ კლავთ ამათ სხვა მიდგომები აქვთ ხილათ იყავი ხელოვან ბავშვებს ვიგდებენ უნივერსიტეტში ხელოვანი ბავშვები უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები დაჭერილია და ბევრი გასულია და სპექტაკლებს
აკეთებენ და მოუწოდებენ ხალხს რომ როგორი ცხოვრება არის და როგორი გველოდება. ამის მოწოდების გამო ეხლა მე შეიძლება კიდე რაღაცები გამასამართლებლად კიდე დამეჭირდა და მე გძნობდი და გძნობ. მაგრამ არ მეშინია არაფრის, ვიბრძოლებ ბოლომდე და არ შევშინდები.